მოვასვენე სახში მთლიანად დაჩეხილი იყო, თავის ქალიდან დაწყებული ყველაფრით. ანა მანგელოზევიჩვილიშვილი რაღაც დამიჩეხეს, თავის ქალა რას ახადეს, თუ არ იძიებდნენ, რა ჩავაყოლე ბავშვს ისიც არ ვიცი. ასე გაფატრული და დამარბენინებენ მათხოვარი გამხადეს იმაზე, რომ ექსპერტიზის პასუხები მივიღო და ყველა მშობელი ჩემნაირ დღეშია. არც ერთი საქმე არ ვისულა ბოლომდე. არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულება. საიდან შემოდის ეს ნარკოტიკი ამ რაოდენობიდან თბილისში? სად ყიდულობენ ეს ბავშვები? თუ არ უნდა რას ყიდულობს, თუ არ უნდა რას იკეთებს, ეს არის უპასუხისმგებლო კაცის გამონათქვამი. 16-15 წლის ბავშვებმა რა იციან და მათ გაუბედურებას, წამაზე შესმას, მიზანშეწონილად რა უნდა ნებისმიერს გააბრიყვებ. არ შეიძლება შენ აჩვენებდე ტელევიზიაში, რომ ყოველ დღე ვითომ იჭერ ნარკოტიკმანებს და 10 ჯერ მეტი არის. გუშინ წინ 16 წლის ბავშვი მოკვდა, ამახლა ერთი იმაზე ლუცუბიძეზე 3 დაიღუპა, 16 ადამიანი დაიღუპა ბოლო ერთ კვირაში. წდება ეს ხალხი და რას უყურებთ? როდესაც საწყალი გიგაავალიანის დედა საავადმყოფოში წაქცეული ყვიროდა რომ შვილები რომ კვლელებმა მოგიკლესო, მასში რო ხმა მოგეღოთო, ჩემი გიგა ხო ცოცხალი იქნებოდაო. გავიგე? და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. და მე შეიძლება ვერაფერი ვერ დაუპირისპირო ამ ნარკომაფიას, მაგრამ ერთ რამეს ხოვიზავ, რომ ჩემი შვილიშვილის და იმ ანგელოზი ბიჭების იმათი სულისთვის, მომავალი თაობისთვის პატარა აგურს ხო მაინც დავდებდა. გავიგე, თან ეს ეფედრინი რუსული რაც არის, პოპულარული წავალია. პოპულარული იქიდან გამომდინარე, რომ მეფეს უძახიან მაგას რა. ამას ვინც იღებს უკვე ამ მეფეს, ამ ეფედრის, ეს არის რაღაც აი უფრო ის მაგარი, აგერ არის, სადაც არის. და ამაზე მეტი გასაცოდავებული არიან ხელისუფლებას მინდა უთხრა ის ოჯახები, რომლების შვილები ყურნალობენ, ფსიქიატრიურში არიან. ზოგი გაიქცევა, ეძებენ, ვერ პოულობენ და სასტიკ მდგომარეობაში იმყოფებიან ფსიქოლოგიურად. აი ესეთი ფორმით დაღუპული ახალგაზრდის მშობლები განიცდიან სირცხვილს. რომ ვითომ აი ნარკოტიკით და აი რაღაც თქვენ კაი ხალხო, სირცხვილი კი არ არის, ქუჩაში გამოვიდეთ, სხვებს უშველოთ, რაღაცა ვქნათ, რა არის სირცხვილი? 15-16 წლის ბავშვი გააუბედურეს, შეცდომაში შეიყვანეს, ანგელოზები წაგვართვეს, მიწაში ჩადეს და შენ გცხვენია ამისი, რომ შენ მაშვილმა რა ამათ რა გონიათ, იცი, ვაიმე ყურადღება ვერ მიაქცევ. ბავშვს ხო არ დააბავ. ერთი ორმა მომწერა, ახლა ვიცი რომ მე ვიბრძოლე, მე ჩემი გავაკეთე, თუმცა გამაფრთხილეს რომ ყავს მეორე შვილიც, გაუფრთხილდი მას. ვინ გააფრთხილა? პოლიციამ, როდესაც მოითხოვა გამოძიება. არავის ეგონოს მე ჩემი შვილი დამსდევს და ამისი დედა და მეხვეწება, მამა არ დამღუპო, მაგარი მაფია, მაგას შენ არ გაპატიებენ და ეს ლაპარაკია, ხო არავის გონი ახლა მე გიჟი ვარ და ამას. მე მინდა ბავშვებს უშველო მართლა. მე ესენი ვერ ვნახავენ საარჩევნო პროგრამაში და არ იქა ხმა მომეცით და არ იქა პარლამენტში შევიპარო და რაღაცეები და მილიონები ვიშოვო.